ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამო მშვიდობისა. აი დადგა ინფორმატორის მეოთხე ყველაზე ვრცელი გამოშვების დრო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა გავიგოთ თუ რა ხდებოდა მნიშვნელოვანი და საინტერესო 29 დეკემბერს მსოფლიო შოუ ბიზნესში. თქვენთან ერთად არის ლუკა კომპანია, ყაზბეგი და რა თქმა უნდა ლაილაი. ალბათ ყველა მოუთმენლად ელის 2 იანვარს, როცა კინოთეატრ რუსთაველში დისნეის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მულტფილმის სათხარ ნემო გავა. დარწმუნებულები ვართ, ფილმის არაჩვეულებრივი პერსონაჟები ისეთივე საყვარლები გახდებიან, როგორც დისნეის ყველა დანარჩენი გმირი. მთავარი ღირსშესანიშნაობა გარდა იმისა, რომ 5 წელი იმუშავეს და მაგარ ტრიდეს აკეთებენ, ახალმოვანდების მხარიდან ის არის, რომ ქართველი ძალიან ცნობილი ადამიანები ახალმოვანდებენ ამას. ეგა კახიანი, დუტა დათო გოგიჩაიშვილი, გიორგი გოგიჩაიშვილი, ზუმბა, ზვიო, შონზო, მიშა მშულდაძე. პირველ რიგში მე მინდა ამ იდეას მივესალმო. ქართულად გახმოვანების ამულთულები ძალიან კარგია. მულთული სახალისოა, აშკარაა, იმიტომ რომ მე თვითონ გახმოვანების დროს საკმაოდ კარგი დრო გავატარე და ძალიან მაინტერესებს თან ჩემი ახლობლების რეაქცია. პერსონაჟთან შეეხება ეს არის ჩემ პროფესიასთან ძალიან ახლოს არ არის, მაგრამ არ ძალიან შორს არ არის, ინფორმაციას აწვდის თევზებს, რომელთაც უჭირს და ესენი სივრცეში არის მოქცეული და მე მგონი ძალიან ნორმალური და ძალიან კარგი იქნება. ფიქრობ, ერთს კი წარმოგიდგენიათ თუ როგორ შეიძლება ჩვენმა პოპულარულმა მომღერლებმა თავიანთი ასევე საკმაოდ პოპულარული სიმღერები სხვანაირად იმღერონ. მაესტროს ამჟამად ამ საკმაოდ ორიგინალურ რემიქსებზე მიმდინარეობს მუშაობა. მერწმუნეთ თქვენ ასეთი სახით არც ჩვენი მომღერლები გინახავთ და არც მათი სიმღერები მოგისმენიათ. თუ როგორები იქნებიან ისინი მაესტროს საახალწლო შოუში, ვფიქრობ ჩვენი სიუჟეტიდან ნაწილობრივ მაინც გაიგებთ. ძალიან კარგი იყო, გმადლობთ. კლუბი ნოანოა 1 წლის გახდა და სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად აქ იმ ადამიანებმა მოიყარეს თავი, რომლებსაც ძალიან უყვართ ეს კლუბი და მუდმივად ესწრებიან ნოანოაში გამართულ საინტერესო საღამოებს. კლუბ ნოანოას დაბადების დღეს ეს არის ადგილი, რომელმაც არაერთხელ შემოგთავაზა ძალიან კარგი მუსიკოსის კონცერტი, მეც რაღაც კარგა ხანი გარკვეულ პერიოდის განმავლობაში მეც და კეთიც ამ კლუბში მღეროდით. ეს კლუბი ჩვენი მეგობრებისა და რა ვიცი, მე მგონი
რაღაცა სასიამოვნო ადგილია იმისთვის კონცერტი მოისმინო, გაერთო და რა ვიცი, ნებისმიერი გემოვნების ადამიანს დააკმაყოფილებს ალბათ. ეს კლუბი არის თბილისის ერთ-ერთი კოლორიტი და ერთ-ერთი სერიოზული ლოკომოტივი და ყველაფერი, ერთ-ერთი ძალიან კარგი ადგილი არის თბილისში, კარგი ემოციებთან დაკავშირებული და მე მართლა ბედნიერი ვარ, რომ აი დაბადების დღეზე ვიმყოფები დღეს და რომ ეძლევა შესაძლებლობა მიულოცო ნოანოას ეს დაბადების დღე. მინდა რომ მიულოცო ნოანოას დაბადების დღე ერთი წლის თავი და ვუსურვო ძალიან დიდი წარმატებები, იმიტომ რომ ეს კლუბი საოცრად მიყვარს მე განსაკუთრებულად და რაღაც წინა საახალწლო განწყობა მაქვს, მგონია და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ახალი წელი 2004 წელი იქნება ძალიან ბედნიერი თითოეული ჩვენთაგანისთვის და გილოცავ წინასწარ დამდეგ ახალ წელს კლუბსაც ულოცავ და თქვენს ყველას. ნოანოას ულოცავ დაბადების დღეს, ეს კლუბი ჩემი საყვარლესი კლუბია. დაფუძნებიდანვე ვარ ამ სამუშაოს ასე თქვა თანამონაწილე და მათი სიხარულის და პრობლემების გამზიარებელი, ამიტომ ეს ჩემთვის ძალიან ძვირფასი დღეა. იქმნება ახალი წლის ღამის სიმღერა, ჰიმნი, რომელსაც 31 დეკემბერს ყველგან და ყველა იმღერებს. ეს გახლავთ გიული დარახველიძის ცნობილი სიმღერა ფიფქებო ფიფქებო. აქ იწერება ახალი წლის ღამის, რაც იქნება 31-ში, მთავარი სიმღერა, რომელიც შესრულდება ყველგან, ყველანაირად, ყველა ვერსიით. ეს არის გიული დარახველიძის ძველი ულამაზესი სიმღერა ფიფქებო ფიფქებო, ქათქათა ფიფქებო, რომელსაც ეხლა ამჟამად წერენ სხვადასხვა სცენის წამყვანები, რომლებიც იქნებიან 31-ში ღამით. ყველაზე მთავარი განსხვავება იქნება მასშტაბით, იმიტომ რომ შევეშვით ერთ ადგილს, გავედით, გავცდით ყველანაირ საზღვრებს და გადავინაცვლეთ რუსთაველზე, გადავინაცვლეთ მერიასთან, თელ რუსთაველზე, რესპუბლიკის მოედანზე და ამას დაემატა ისიც, რომ გვემატება ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი და ასე შემდეგ გორი. ასე რომ მთელი საქართველო გარეთზე იმობს ახალ წელს ეს ტრადიციას, ჩვენ ვამკვიდრებთ, ეს ცუდი არ არის. როდესაც დღეს ვიცით ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა, როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს იმის საშუალება, რომ იმართლათ დღესასწაულად აქციოს ახალი წელი. და როდესაც ამ საშუალებას ესეთი მასშტაბით, ესეთი დიდი ღონისძიებებით, ამდენი ნიჭიერი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანის ნახვით და მათი ხელოვნებასთან გაცნობით შეუძლიათ თითოეულ ქართველს, ვისაც კი მოუნდება რაიონიდან იქნება ის თუ ქალაქელი, ამას შეხვდეს და ჩვენთან ერთად შეხვდეს ახალ წელს, ანუ და აი ესეთი დოზით მიიღოს სიამოვნება, მე ვთვლი, რომ ეს ძალიან მისასალმებელია. აჭარა მუსიკოლში უნივერსიტეტელებმა საახალწლო კოსტიუმირებული კარნავალი მოაწყოს, რომელსაც ხარისი და მხიარულება ნამდვილად არაკლდა.
დღეს აჭარა მიუზიკ-ჰოლში ძალიან მაგარი სიტუაციაა. მთელი უნივერსიტეტი მართლა ძალიან მაგარ დროს ატარებს, იმიტომ რომ დღეს არის ჩვენი კარნავალი. ყველას ულოცავ ახალ წელს, ყველა გილოცავთ ახალ წელს და ეს წარით მრავალს უნივერსიტეტი ენაცვალოს მთელ საქართველოს. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.